მოგესალმებით ვიფასოსვენელებო, დღეს შემოგთავაზებთ არხი ელენა მუზას ვიდეოს, სადაც მან და მისმა თანამოაზრება გადათარგმნეს მაიკ სალას და ჯინ დეკოდის ვიდეო თემით სიღრმისეული სახელმწიფოს დასასრული და ტრამპი როგორც სოფლიო ლიდერი. მინდა შეგახსენოთ, რომ მაიკ სალა მიყავს შოუ ეგზოპოლიტიკა დღეს. და სიტყვა ეგზოპოლიტიკა ესე იგი მოდის სიტყვიდან ეგზოტიკური, ესე იგი ეგზოპოლიტიკა. ალბათ დღეს ადამიანია რა დარჩენილი, რომელსაც არ ესმის თუ რას ნიშნავს ეგზოტიკა ან ეგზოპოლიტიკა. ჯინ დეკოდი მიესალმება მაიკ სალას და ეუბნება, რომ ახალ დამამთავრეო გრილის და ვიღაც კიდევ მეორე ის არის წარმომადგენელი მათი ვიდეოს ყურებაო. და უხდის მაიკ სალას მადლობას. ხო, მაიკ სალამ კითხვა დაუსვა ბატონ ჯინ დეკოდ, რომ რა ხდებაო ნაციონალური გვარდია არისო გადაგდებული ტუნელების გასაწმენდათო. ხო, უთხრა ჯინ დეკოდმა, მიდისო განწმენდა, ამჟამადო ეს ჩანაწერი ერთი კვირის იქნება, ორი კვირის თუ არ ვცდები, ხო, 4 ნოემბრის დასაწყისის, მაგრამ უფრო საინტერესო თემები მქონდა და ამიტომ ეს ბოლოსთვის მოვიტიე. და ეუბნება, რომ ხოლო ეს ჯინ დეკოდი ეუბნება, რომ ხოლო ახლა მიდისო ჩიკაგოს განწმენდა. მაბატია ჩიკაგოს ტუნელების განწმენდა. იცით რა, ტუნელები ყველგანაა მთელ სოფლიოში. საქართველოს ტერიტორიაზეც კი, მაგრამ ბევრმა ამის შესახებ არ იცის. იყო დაპატიმრებული ბევრი დამნაშავე, მათ შორის მაღალ თანამდებობის წარმომადგენლები. ხო, და ტრამპს შეცვალა კანონი, რომ ყველა სამხედროელები მაღალ თანამდებობის სამხედროელებიც, გენერლამდეც კი, მაიორია, პოლკოვნიკია თუ ვინცა, წელიწადში ორჯერ გაივლიან სამხედრო ვარჯიშებს, სამხედრო მეცადინეობებს და ვინც წინამდეგი იქნება, მათ გაუშვებენ პენსიაზე. ბევრი დააპატიმრეს, როგორც გითხარით. თან ტრამპმა მოითხოვა, რომ სამხედროელებს ყოველდღე ჩაეტარებინათ ვარჯიშები, რომ იყვნენ სამხედრო საბრძოლო ფორმაში. მაპატიეთ, მე თავში არასდროს ვთქვი, გენერლები, ხო, ამ ვარჯიშებს ექვემდებარება ყველაო. მე იქ სხვა საკითხთან დაკავშირებით მივაწერეს გენერლები და მაიორი და პოლკოვნიკები. ეს ესე იგი ვალდებულები არიან ივარჯიშონ ყოველდღე ყველა. ხო, ამასთან დაკავშირებით წარმოთქვა თავისი აზრი ტრამპმა. ნიშნულობა არ აქვს, ვინა უბრალო ჯარისკაცია, მეთა ის არის რა სამხედრო რანგის წარმომადგენელია, რა ჩინი აქვს, ამას ნიშნულობა არ აქვს, თუნდაც პოლკოვნიკი იყოს, მაიორი იყოს, გენერალი იყოს, ვალდებულები არიან ივარჯიშონ და ვისაც არ მოწონთო, შეუძლიათო წავიდნენ. ხო, ესე იგი ბევრი სამხედროელები დააკავეს, რადგან მათ უდოდათ ამბოხება მოეწყოთ ახალგაზრდული ხელისუფლების წინააღმდეგ. ომი დულსერში გრძელდება. ისინი წმიდავენ ყველა სართულებს. იქამდეც კი იმიდის საქმე, რომ წვავენ ყველაფერს, რაც კი დასაწვავია. ხო, აგრეთვე ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრებს მიიღმა გარეთ არისო უკრაინული ტუნელები ამ ობიექტისა. ესე იგი, ამერიკაში ხო ბაზები იყო ადრე ამ სიღრმისეული
მთავრობის. მათ ყველგან, ყველა ქვეყნის ქვეშ ჰქონდათ ბაზები მოწყობილი. ეს და ამ ტუნელის მიყავდათ ერთმანეთთან. ერთმანეთს აკავშირებდა ამ ბაზებს. და ამ ბაზის გაგრძელება არის უკრაინის ტერიტორიის ქვეშ. ტუნელები და ეს ტუნელები აკავშირებს ამ ამერიკულ ბაზებს აკავშირებდათ უკრაინასთან. მიწისქვეშა ტუნელები და იქაც კი უკრაინის ქვეშ იწმინდება მოხსენებული ტუნელები. ჩერნობილის ტერიტორია უკვე გაიწმინდა. ჩერნობილის ზედა ტერიტორია არ იგულისხმება. ჩერნობილის მიწისქვეშა ტერიტორია, ტუნელები ყველა გაიწმინდაო. მაგრამ იქო ჯერ კიდევ ბევრი რამე დარჩაო და კიდევ ბევრი რამე არისო გასაკეთებელი. და პუტინსო ყავსო სპეციალური ჯგუფი ამისთვისო. პუტინ და ტრამპი მუშაობენო ერთად იმისთვის რომ განწმიდონო და ტრამპმა აიძულაო ვენესუელის პრეზიდენტს ესე იგი გადაეცაო მისთვის ხელისუფლება, თვითონ ის პრეზიდენტი იყო დაპატიმრებული და ჩინ დეკოდი თვლის რომ ამერიკის სამხედრო მართველი წარმომადგენლები უნდა შეამცირონ. ველიკობრიტანიის, დიდი ბრიტანეთის ქვეშ, შოტლანდიამდე არის აგრეთვე არსებობს ტუნელები. რა არის იცით, მე ხა ბევრი რამე გამოვტომე, რადგან ჯინ დეკოდი ყვება, მაიქსალა და ჯინ დეკოდი ყვებიან, თუ რა ცვლილებები მოხდა ამერიკის სამხედრო სფეროში, მაგრამ ეს ამას ჩვენთვის კი ეხლა რაღაც მნიშვნელობები როგორ არა აქვს მნიშვნელობა თუ გაიმარჯვა ჩრდილოეთმა სახელმწიფომ ჩვენზე დაბზარალდებით ყველანი, მაგრამ ახლა ეს თუ სად რამდენი ოფიცერი დაიჭირეს და თუ რა ხდება დაწვრილებით არ მინდა ეს მე მოყვე, რადგან ქართველი მსმენელისთვის ეს არის მოსაწყენი, იქნება მოსაწყენი. მე ვცდილობ მოკლე შინაარსი გადმოგცეთ, მხოლოდ მნიშვნელოვანი, რაც ეხება გადასვლას და რაც ეხება ბნელი ძალების განადგურებას ან განდევნას ან რაც ეხება ალიანსის მოქმედებას. ამიტომ მე ახლა ბევრი რამე გამოვტოვე, ამიტომ მხოლოდ იმას გადმოგცემთ, რაც საინტერესო იქნება თქვენთვის. დიდ ბრიტანეთში ყოფილა ტუნელები, რომელიც აერთიანებდა სასახლეს, დედოფლის და შემდგომ მეფის სასახლეს, ბორდელებთან და სხვადასხვა გასართობ შენობებთან. ბევრი ამ ტუნელებიდან ძალიან დიდია, მაგალითად ტუნელი, რომელიც გადის ლახიკამდე. ახლა ამ ტუნელს წმინდავენ და არემონტებენ. ბევრი მათგანი იმდენად დიდია და იმდენად გაყოფილი, ესე იგი განშტოებები აქვს, იმდენი განშტოებები, როგორც ხის ტოტები. დიდ ბრიტანეთში მაგალითად არის ტუნელები, რომლებიც იყო აშენებული რომაული იმპერიის პერიოდში და რომელსაც მიყავს მიდის უბრალოდ რომლებიც იჭიბებიან პარიზამდე, პარიზულ კატაკომბებზე და სხვა ტუნელამდე. აგრეთვე არის ტუნელები, რომლებიც გადიან ჟენევის ტბის ქვეშ. არის ტუნელები, რომლებიც იჭიმება იტალიამდე, რომამდე, შემდეგ ვატიკანის ტუნელის სისტემების დახმარებით გადის იერუსალიმში. ჩვენ გვაქვს ისეთი ტუნელებიო, რომლებიც ასაკით არიანო სადღაც 1000 წელზე მეტი. არის ტუნელები, რომლებიც იყო აშენებული ატლანტიდის და ჰიპერბორეის დროსო. ისინი ხდებიან უფრო ღრმა
და ლაბირინთით შეიძლება აგრიოთო. ძალიან რთულიაო. იმდენი ის არის ლაბირინთით ესე იგი გათხრილი. და ვის უნდა ამდენი ტუნელები. საჭირო იყო ეთყობა მაშინ, არ ვიცი. ხო, იქ ცხოვრობენ ისეთი ხალხი, რომლებიც გავლარიან ჰიპერბორეელებს და რომლებიც გადაადგილდებიან გაზომილებიდან გაზომილებაში. ამიტომ მათი პოვნა იქ ძალიან რთულიაო. ამისთვის საჭიროა სერიოზული ტექნოლოგიები, რომლებიც დახმარებით შეიძლება მათი აღმოჩენა და მათთან დაკავშირება. ეს პრობლემას წარმოადგენსო, როდესაც შენ კიდევ ტუნელებით განწმენდა ამერიკაში, ეს არც ისე რთულია ამის გაკეთება ან პოვნა. მაიკ სალა ამბობს, რომ ნიჭიერი ალიანსის და სიღრმისეული სახელმწიფოს შორის მიდისო ძლიერი ბრძოლა, ძლიერი და საიდუმლო ბრძოლა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პინდერი, რომელიც არის სიღრმისეული სახელმწიფოს წარმომადგენელიო, პინდერს მოუწევსო რეპტილოიდების წინაშე ანგარიშის ჩაბარება. ტრამპა კი, რომელიც იქნება ნიჭიერი ალიანსის მომავალი ლიდერი, ამ პინდერის პასუხისმგებლობა იყო თავის საკუთარ თავზე. მაიკ სალამ თქვა, რომ ისრაელმა და ხამასმა დადეს ხელშეკრულება ტრამპთან, თითქოს ისრაელის ერს უნდა სიმშვიდე, არიან სიონური ლიდერები, რომლებაც შეიცვალეს თავისი სახელები ებრაულ სახელებზე, სინამდვილეში ებრაელები არ არიან, უბრალოდ იბრალებენ თავის თავს ებრაელობას, მაგრამ სინამდვილეში ებრაელები არ არიან. ისინი არიან სიონისტები, ეს კი სულ სხვა. ტრამპი ახლა მუშაობსო იმაზე, რომ გამოსაჯაროოსო სიონისტების რეჟიმი. სიონიზმი ეს იგივეა, როგორც ხაზარობა, როგორც ადრე ხაზარებს უწოდებდნენ. ხაზარები, ხაზარობა. ხო, მე მათ სიონისტებს უწოდებო, რადგან ისინი არიანო იმ ვარსკვლავური გროვების ტერიტორიიდანო, მაგრამ რაღაც ისა რთული სახელი და მე ვერ გავიმეორებ, თავიდან ახლა ვერ დაბრუნდები უკან, მე უნდა ელოდოს, სანამ აქამდე მოვა ისევ ის ვიდეოს ჩანაწერი. და მათი პლანეტას მოვიდა კატასტროფა და ამ პლანეტის, მათი პლანეტის ნავთობები დაეცა ალიასკას და კიდევ სხვა ადგილას და ყველაფერი გაქრაო. და ჯინდეკოდი ამბობს, ჩვენ ხედავთ როგორ იცლებაო სამყარო, როგორ იცლებაო დედამიწის შუმანის რეზონანსი. ხო, შეგახსენებთ მათთვის, ვინც არ იცის თუ რა არის შუმანის რეზონანსი. ეს არის დედამიწის სიხშირე, რომელიც ადრე იყო ზუსტად არ მახსოვს 7 და რაღაც მეათედი. და ახლა გაზრდილია ეს შუმანის რეზონანსი. ახლა რაც შეეხება ატლასო, ეს არის ძველი სისტემაო, რომელიც შემოვიდაო ჩვენ სივრცეში, იმისთვისო, რომ ამ სიხშირეების აწევა მოახდინოსო. და ჩვენი მზის სისტემა თურმე შედის გალაქტიკაში უფრო მაღალი სიხშირეებით, რაც იწვევს სიხშირეების როგორ გითხრათ გადაადგილებას, იწვევს მაღალ სიხშირეებს. ხო, ამას ახლა ამბობს მაიკ სალა და მაიკ სალა აგრძელებს და ამბობს, რომ კიდევ ლაპარაკობენო, რომ ცენტრალური მზეო აგზავნისო ახალ კოდებს, უბრალოდ აგზავნისო ახალ კოდურ სიხშირეებსო და ჩვენ ვაკოდებითო თუ ეს ყველაფერი როგორ ხდებაო. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ რომელი წელია ახლა ამჟამად, ჩვენ ზუსტად არ ვიცით. იმიტომ რომ როდესაც მოხდა დედამიწის ოკუპაცია და შეიცვალა მატრიცა, მაგალითად შეცვალეს დროც. ის პერიოდი, რომელიც არის მაგალითად ქრისტეს დაბადებიდან ქრისტე რომ იშვა იქამდე დაკარგულია რაღაც 1000 წლეული
არ ვიცი ზუსტად რამდენია დაკარგული, მაგრამ 1000 წლეულია, 1000 ხო რაღაც 1000 წლეულებია დაკარგული. ამიტომ ჩვენ სინამდვილეში სლავიანური რადიოს მიხედვით სინამდვილეში ახლა დრო, რომელშიც ჩვენ ვართ, წელიწადი უდრის 7000 რაღაც წლებს. ხო, და რეალურად ჩვენ გონიათ, რომ ჩვენ ვართ 2025 წელში. მაგრამ სინამდვილეში უფრო მეტ წლებში ვართ ჩვენ. ძალიან ხო, იგენი სლავიანური, საერთოდ სლავიანები, სლავიანების წესით ცხოვრობენ სტაროვერები. ადრე როცა მე ვეკითხებოდი მაგალითად ჩემს მშობლებს, თუ ვინ არიან სტაროვერები, ვერ ხსნიდნენ. ძველი წვენის ხალხი არიანო ამბობდნენ. ხო და მეც არ ვიცოდი სინამდვილეში ვინ იყვნენ სტაროვერები. და ისინი ახლა ხომ გამოდიან, მაგათმა შექმნეს რადიო, სლავიანსკაია რადიო და ხშირად ყავენ სტუმრები. მე თუ ბოლო დროს მივატოვე მათი მოსვენა, რადგან ინტერნეტ ხშირად ვერ ვთავ. ამიტომ მათი ამბობიდან ვიცი, რომ ახლა მიდის 7000 რაღაც წლები, 400-მდე თუ 500-მდე სინამდვილეში. და მაგრამ ოფიციალურად ჩვენ ხო გრიგორიანული კალენდრის მიხედვით ცხოვრობთ. ოფიციალურად თვლიან, რომ ახლა არის 2025 წელი, სინამდვილეში მეტია. არ გაგიკვირდეთ. ყველაფერი გადააკეთეს. ის დღესასწაულები, რომელსაც დღეს ეიმობენ როგორც ქრისტიანული დღესასწაულები, სინამდვილეში არის სლავიანების დღესასწაული. და ჩააჯინეს ვითომ ქრისტიანული დღესასწაულები სლავიანების დღესასწაულში. იგივე ახალი წელი სულ სხვანაირად იზეიმებოდა ადრე. და ახალი წელს ეიმობდნენ 1 მარტს სინამდვილეში. ახალი წელი დგება გაზაფხულთან ერთად 1 მარტს. მაგრამ მე ამაზე ახლა არ ვაპირებ ამის გახილვას, რადგან ეს ცოტა საკამათო საკითხია საქართველოში. ძალიან ფრთხილობ ამ თემებზე საუბარს, იმიტომ რომ ხალხი ფიქრობს, რომ რადგან ჩვენი წინაპრების გადმოცემულია ეს ჩვენი რელიგია, მაგრამ ამიტომ ვერ დააჯერებ მაგათ, რომ და ბევრი სპორტში შემოვა, რომ ეს რელიგიები საერთოდ აბრამული რელიგიები, რაც კი არსებობს დედამიწაზე, თვით სექტებიც კი ყველა არის ოსირისის კულტიდან გამომდინარე. ლოცვაც კი, ეს კარგი გამახსენდა მე. კარგი, ამ თემას ვერ შევეხები. ერთმა მსმენელმა მთხოვა ნამდვილი ლოცვა მიმეწოდებინა მისთვის. მე ვნახე რუსულად აოხონდ. ხო, კარგი, ამ თემას ახარ შევეხები. მოდით გავაგრძელოთ. როდესაც მოხდება ომფრქვევა, ამბობს ჯინდეკოდი, ჩვენ გავივლიათო ფოტონების სარტყელს. არის ასეთი ფოტონების სარტყელი, ხო, სისტემის გარშემო და ეს სარტყელი უნდა გავიაროთ ჩვენ. ხო, და ამ დროს ჩვენ გავივლით გალაქტიკა ირმის ნახტომის საზღვარს და ვიქნებით სხვა მხარეს. რადა ის სახელური, რომელიც ტრიალებს, ერთ-ერთ სახელურზე ხო ჩვენ ვართ, ის ტრიალებს და დედამიწა აღმოჩნდება ზესთან ახლოს. ჩვენ ამდელ ზესთან. დედამიწის ცენტრალურ ზესთან. ჩვენ აღმოჩნდებით დადებით ხარეს. და ამ მომენტში, როდესაც ეს მოხდება, ყველაფერი შეიცვლება კარგისაკენ. მაგათ, ვისაც ექნება უარყოფითი შედეგი, მიეცემა 3-4 დღე, რომ გაერკვენ სიტუაციაში. მე მითხრესო, ამბობს ჯინდეკოდი, რომ 14 წლის შემდეგ დედამიწა უარგისი იქნებაო საცხოვრებლად. ეს იქნებაო ბუკვალურად, როგორც არმაგედონი ხასიო. იცით რა, მე თქვენ გითხარით, მე ეს ინფორმაცია თქვენ მოგაწოდეთ, მაგრამ ეს არის მხოლოდ ვარიანტები. მე თქვენ ბევრჯერ გითხარით ვიდეოებში, რომ
რაც გინდათ, როგორიც გინდა თქვენი მომავალი იყოს, იმას უნდა იფიქროთ. ეგ არის თოროდ ვარიანტები. ახლა თუ მაგალითად ასე ადამიანიც ეყოფა, რომ დაშდე და ყველა მერქნერად იფიქროთ კარგზე, ის კარგი ახდება. ხო, თქვენ უნდა კვებოთ კარგი ვარიანტები. ხო, ეს მხოლოდ ვარაუდია. ახლა მაგალითია, ხომ გითხარით, რომ აზრები არის დღესდღეობით ყველანაირი ფიქრი, რომელსაც ჩვენ, რომელიც ტრიალებს ჩვენ თავში, ნებისმიერ ადამიანის თავში, თუ კონცენტრაცია გაუკეთე, მატერიალიზდება. ამიტომ რომ ცუდი მომავალი არ შევიქნათ, ასე ვთქვათ, საკუთარი თავი არ დავიწყებოთ ყალბში, ჩვენ უნდა ვიფიქროთ მხოლოდ კარგზე. გესმით ახლა ხომ გამიგებთ რაც გეუბნები? ხო. მაგალითად, რადგან ჩვენ თუ ახლა დედამიწაზე არ ვისურვეთ ლოცვები კი არ შველისაკა, თუნდაც ილოცეთ ფიქრი, ვისწავლოთ სწორად ფიქრი და პოზიტიურად ფიქრი. დავივიწყოთ ყველა ეს ახლა არ არის საქმის გარჩევის დრო ან ათესავებთან ჩხუბის დრო ან უბრალოდ უჩხუბრად თუ ვინმე ტოქსიკური ადამიანი არის თქვენ გქონდით, უჩხუბრად ჩამოსცილდეთ ამ ადამიანებს. არ იჩხუბოთ, არ აგინოთ, ცუდად არ მოიქცეთ, უბრალოდ იფიქრეთ მხოლოდ იმაზე, რომ თქვენ გჭირდებათ ვიბრაციის აწევა. თქვენ უნდა იფიქროთ მხოლოდ ვიბრაციის აწევაზე, რადგან თუ თქვენ აიწიეთ თქვენი ვიბრაციები და საკვირველია, ეს უფრო გააძლიერებს დადებით პოზიტიურ ხაზს. დედამიწის რეალური დროისა. ჯერჯერობით ჩვენ მივდივართ პოზიტიურ ხაზზე და ის რომ ჩვენ თუ დავიწყეთ ნეგატიურად ფიქრი, ჩვენი გზა, ჩვენი ეს დროითი სივრცის ეს ხაზი დედამიწის წავა ნეგატიური გზით. ამიტომ მოდით, ვკვებავთ ნეგატიურ დროის ხაზს უпростоრად. არამედ ვკვებოთ პოზიტიური დადებითი ხაზზე, რა თქმა უნდა მოხდეს, რა ინფორმაცია არ გავიგოთ. მე რა, ბევრ ამას გაიგებს ადამიანი, მაგალითად ეს იგივე, მაგრამ ჩვენ უნდა ფიქრობდეთ მხოლოდ კარგზე. ხომ გესმით ჩემი და როგორ უნდა ავიჭიოთ ვიბრაციები, უსვენოთ კლასიკურ მუსიკას, ბევრი ვისეირნოთ, ბევრი ვიყოთ ბუნებაზე, ახლა ვინც სოფელში ცხოვრობს, იგი ისედაც ბუნებაშია. ხო, მერე შეეცადეთ არ მოკლათ ცხოველები რა მხრივ, მაგალითად ხორცი მოგენატრა, დაკალით, ძროხა, ვისაც ხორცი გიყვართ, მე არ ვამბობ, რომ ვისის ჭამა გინდათ ხორცით, რომ აჭამოთ მეთქი. ეგ ადამიანზეა დამოკიდებული, მაგრამ ძროხის დაკლა და მით უმეტეს ხპოს დაკლა, ყველაზე დიდი ცოდვა და ხორცის ჭამა. ცოდვა, იმიტომ რომ ხორში არის ადამიანის გენები. ადამიანის გენები შეურიან ტახის გენებს და ბორევის წიგნში მე მოგიყევით თქვენ, რომ ნახევრად ადამიანია ხორი. ახლა გაგეცინებათ. ამიტომ ხორცს არ ჭამდნენ ადრე. ახლა დაიწყეს ჭამა. კი, მე ხორცი საერთოდ ხშირად ჭამდი, მაგრამ ვისაც გიჭირთ ხორცის გარეშე ცხოვრება, შეგიძლიათ ფრინველის ხორცი ჭამოთ, მაგრამ რამენა კიდე გითხრათ, ახლა არ გამიბრაზეთ ამის გამო. ხომ არის რომ ჩვენ ახლობები რომ მოგიხდება და ნათესავები უკეთებთ საკურთხს, ხო? ეს საკურთხი არა აუცილებელი, თქვენ შეგიძლიათ, მაგალითად ბრინჯია კარგი, რომ სული ყვებო ენერგიით, ხო? ბრინჯის ენერგიით იკვებება სული, ის პერიოდი სანამ ის დედამიწაზეა. და თქვენ თუ გინდათ პატივიცემა თქვენი კვტრების სულებისა, შეგიძლიათ ეს სხორფშეწირვაა. ეს არის იგივე სხორფშეწირვა. ხო და ამას რატო არ ამბობენ ეკლესიებში, მე არ ვიცი. და ეს იგივეა შეწირო, სისხლით მაპატიეთ დახვარო. ხო, და ახლა კოღოს მოკლა და ტარაკანის მოკლაც კი ცოდვა. კარმა შეიძლება აიყიდო. ხომ გესმით ჩემი? კარმა შეიძლება აიყიდო.
საერთოდ ყველამ უნდა შევითვალოთ ჩვენი ფიქრის მიმართულება. ხო და ჯინ დეკოდი ამბობს, ამას ჯინ დეკოდი კი არ ამბობს, ამას პენიბრელიც ამბობდა, რომ არის სპეციალური ტექნოლოგიები, რომელსაც შეუძლია ადამიანის გაცოცხლება და პენიბრელი ყვებოდა იმ ერთ-ერთ ინტერვიუში ყვება, რომელიც მე მიდენა, რომ თითით რომ დარჩეს, გერმანელებს ქონიათ რეზერვუარები, რომელშიც არის გაწმენდილი ჟიჟა, შავი ჟიჟა, გაწმენდილი. მხოლოდ კარგი დატოვეს ამ ჟიჟიდან და ადამიანი შეუძლიათ აწყონ თავიდან. ოღონდ მანამდე მისი სისხლი იქ სანამ დავალებებზე მიდიან თურმე სის ატომებიებენ და როდესაც ახლა პენიბრელი საჭირო იყო, იმიტომ რომ ბევრი თვისებები ჰქონდა, რაც ესაჭიროებოდა ნავიგაციას, შტურმანობას. ხო, შტურმანი იყო პენიბრელი და ნავიგატორი და ის ხედავდა კედლებს. ერთი განზომიდან ესენი ხო გადაადგილდებოდნენ სივრცეში და როდესაც ერთი კარიბჭიდან გამოდიოდნენ, მეორე კარიბჭეში შესვლისას, ან კარიბჭიდან გამოსვლისას და ჩვენი შემდეგი სივრცეში შესვლისას ბევრი ვერ ხედავს თუ იმ სივრცეს უკან რა არის და ეჯახებიან და ავარიები ხდება. ამიტომ პენიბრელის ჰქონდა ეს თვისება, ის ხედავდა თუ რა იყო იმ უხილავი კედლის მიღმა და სწორად გამოყავდა ხომალდიც და ხალხიც. უბნებელი გამოყავდა კარიბჭედან ან ხო, კარიბჭედან და ის ყვებოდა რომ თითიდან ერთი თითიც რომ დარჩესო იქედან აწყობენო ადამიანის, ქნიანო კომპიუტერის დახმარებით და პენის ასუკეთებდნენ. პენი თქვა მე ბევრჯერ ვარო რეზერვუარში ჩაგდებული. ბევრჯერ მომკლესო იქ ბინადრობენ ისეთი არსებები, ტარაკანები 4 მეტრიანები და ამ ტარაკანებს მართავენ იქაური მარსის ამბავი მაქვს. ღვთისმლოცველები, მაგრამ ესენი ღვთისმლოცველებს არ გავლარიან გარეგნობით. კი გონია რომ ღვთისმლოცველები, მაგრამ ჭიანჭველებს უფრო ჩამოგავენ. ჭიანჭველებს ხო ღვთისმლოცველებს სრული სხეული აქვს და ამათ ქონდა ჭიანჭველების სხეული. ჭიანჭველები ხო იცით როგორ გამოიყურება ჭიანჭველა და ბევრჯერ ყავა რომ ამათ შეჭმული. იმ ტარაკანებსაც 3-4 მეტრიანი ტარაკანები არიან, ბინადრობენ იქა. და ბევრჯერ ყავა რომ არ გამოშვებიო ერთი საჭირო დრო, იგენი მე ძებნას მიწყებდნენო და თავიდან მაცოცხლებდნენო და ამ მომენტში როდესაც კომპიუტერით შეყავთ პროგრამა, გერმანელებს არ უყვართო სუსტი გოგოები და ფიქრობენო რომ ქალები უნდა იყვნენ ცოტა დამგროვებულები, მიმზიდველებიო და თეზოებს გამიდიდებდნენო, გადიდებდნენო თუ ქალს აცოცხლებენო, შეიყვანებენო პროგრამას ცოტა მომატებული თეზოები, ცოტა დიდი მკერდი და ასე ფიზიკურ გარეგნობას ცლიდნენო. ახლა ბევრს გაგიცინებათ, მაგრამ მართლა არსებობს ესეთი რაღაცეები. და ლოგინები იყო შემოსულია, სამედიცინო ლოგინები, რომლებიც კურნავენ სიხშირების დახმარებით. შემოსულია ამერიკაში, მალე გავწდება ყველგან. ოღონდ მე არ ვიცი ახლა პანიკაში არ უნდა ჩავარდე. თქვენ რა გონიათ, ხანდახან მე ჩემში გირი შემომბარება, ჩემ თავში შიში. არ ვიცი რა იქნება. ქაოსი იქნება ვიცი. მაგრამ მე ვცდილობ დამშვიდდე. ეს ქაოსი დროებითი იქნება, სანამ დაიწყება ყველაფერი. ახლა ჩვენ უნდა მოვიჩვინოთ. მაიქსალა ამბობს რომ ხალხიო, კითხულობცო, ნამდვილიაო, რეალურიაო ეს სამედიცინო ლოგინები. ხო, მე ვიცი რომ ეს სინამდვილეში არსებობსო, რადგან მე ხვდებოდიო ბევრი საიტელებს, რომლებიც ყვებოდნენ ამ სამედიცინო ლოგინებზე, რომლებსაც იყენებდნენ კოსმოსურ პროგრამებშიო და მედიარ პროგრამებშიც.
მიწიერ სამხედრო ობიექტებზეც იყენებდნენ ამ სამედიცინო ლოგინებს. ხო და მაიკლსალ ამბობს, რომ ტრამპის ადმინისტრაციისთვისო პრიორიტეტიაო, ესე იგი მნიშვნელოვანიაო ამ სამედიცინო ლოგინების გამოშვება. ჯერ სამხედროელებისთვის, რომ ჯერ განკურნოს სამხედროელები და შემდეგ მოსახლეობაც. მაგრამ როგორც ჩვენ ვიცით, როგორც მე ვიცი, გახსნა უკვე დაიწყო და ცოტა დრო უნდა, რომ ამ ტექნოლოგიაზე ეს ტექნოლოგიები უჩვენონ ხალხს, რადგან ეშინიათ, რომ ხალხი შოქში არ ჩავარდეს, ბევრი ტექნოლოგიები, ისეთი ტექნოლოგიები გამოჩნდება, რომ ხალხი იქნება გაუგნებული. ხო კიდევ რატოს ვიბრაციას, მაგალითად, ზოგს ხატვა უყვარს, ზოგს კითხვა უყვარს, ზოგს რამე ხობი აქვს, ზოგს ქსოვა უყვარს, ზოგს თევზაობა უყვარს, რაც თქვენ სიამოვნეთ, მაგ საქმის გაკეთება იმ საქმით უნდა დაკავდეთ. ეს ძალიან წევს ვიბრაციას და მთავარია არ გაბრაზდეთ. არ იჩქაროთ დამშვიდით და შემდეგ მაგალითად თუ იმაზე გული მოგივიდათ და ჯერ დამშვიდით და შემდეგ უპასუხეთ. ხო, მესმის რომ ძალიან რთულია სიმშვიდე შეინარჩუნოს, ზოგი ადამიანი ისეთია, მაგრამ ჩვენ ყველანი სულები ვართ, ყველანი იქიდან ვართ მოსული. ხო, და ამბობს, რომ ეგვიპტის ტექნოლოგია, ეგვიპტური ტექნოლოგია არის ფენომენალური, რომელიც დაკავშირებულია პირამიდების შენობასთან. მათ ჰქონდათ თვისება, რომელიც აძლევდა მათ საშუალებას ადვილად ეპოვათ ორიენტირი, ადვილად მიჩვეოდა გარემოს და სინამდვილეში როგორია პირამიდის სტრუქტურა, ის, რასაც ჩვენ ხედავთ დედამიწის ზედაპირზე, რასაც ჩვენ ხედავთ ზედაპირზე პირამიდების სახით, მხოლოდ მცირე ნაწილია იმ უდიდესი უზარმაზარი სტრუქტურისა, ეს უდიდესი უზარმაზარი სისტემა თავისუფალი ენერგიის, რომელიც ახლა არ მუშაობს. არც ერთი პირამიდა დედამიწაზე არ მუშაობს ამჟამად, არც ერთი. თორემ ადრე იყო ასრულებდა როლს ბოდიში ყირიმის პირამიდები მოქმედების ესე იგი წყობაშია, მუშაობს. მაგრამ როდესაც მეცნიერები მივიდა ამ პირამიდასა, უნდათ გამოტეხვა და ამ პირამიდებს ისეთი თვისება აქვს, რომ ახლოს არ იკარებს არავის. რაღაცა იქ ისეა ისაწყობილი და ყველა ვინც კი იყო იქა, ყველა გახდა ცუდად. 2 კვირა იყვნენ ცუდად. შემდეგ ყველაფერი მიწყნარდა. შემდეგ არც კი გაუბედიათ რამეს გამოტეხვა. არც კი გაუბედიათ. ისე სწავლობდნენ ამ პირამიდებს. ხო, თავიდან მათ ვინც შექმნა ეს პირამიდები და ვინც დააყენა ეს პირამიდები, ააშენა დედამიწაზე, ეს პირამიდები იმ ხაზებზე დააწყო, სადაც იყო разломы. ესე იგი როგორ გითხრათ, სადაც კი იყო გეოლოგიური ნაპრალები, იმ ნაპრალებზე ააშენეს ეს პირამიდები, რომ რაღაც კატაკლიზმების დროს არ მოხდარიყო უცებ განადგურება, ან არ მოხდარიყო ძლიერი მიწის დროები, ან ისეთი ძლიერი არ ყოფილიყო მაგათაც წყალდიდობები, ან ცუნამი, რომელმაც შეამცირა, რომელიც ყოფილა, ხო, ამის შემდეგ კატაკლიზმები და ამ პირამიდებმა თუ არ ვცდები, ტოტმა აშენა. ხო, ეს ბორევის წიგნშია მონაყოლი. ბორევის წიგნში მაქვს წაკითხული, აშენა ეს პირამიდები იმისთვის, რომ დაეცვა ხალხის და თავის საცხოვრისები განადგურებისაგან.
ან შეენსუქებინა ბუნებრივი კატაკლიზმების სიძლიერე. ხო, ეს ჩამოგავს იმ ოქროს გუმბათს, რომელსაც აშენებს დღეს ტრამპი. ოქროს გუმბათი მე მაქვს ვიდეო სპეციალურად დადებული, გადათარგმნილი ოქროს გუმბათი. ხო, ეს არის ნულოვანი წერტილის ხო, ოქროს გუმბათი დაეხმარება ამერიკას ჯერ და ალბათ ამ ინიციატივას სხვა ქვეყნებიც დაუჭერენ ხაზს. ეს არის ნულოვანი წერტილის ენერგიის გამოყენება. არ იქნება საჭირო არც ამოიწურა დრო ნახშირის, ნავთობის და ასე შემდეგ. დედამიწა ნადგურდება ადამიანის მოთხოვნილებების გამო. ხალხს, რომლებიც ცხოვრობს უმეტწილად აქვენ მადა გახვეწებული, ძლიერი მადა, მაგრამ და მათი მადის გამო ანადგურებენ დედამიწას. ან მადა, ან ფინანსები, ზოგს არ უნდა, ზოგი ვაჭრობს ანავთობით, ან ნახშირით, ან კიდევ ხე ტყეს მოუჭრით და არ უნდათ რომ შემოსავალი დაკარგონ. იმიტომ რომ ყოფილა ადრე, ახლა რადგან ამას მოვყვები, ახლა ვახსენე ეს ამბავი, ადრე მარიხუანა სანამ საბჭოთა კავშირი ისა რევოლუცია მოხდებოდა, საერთოდ საქართველოში არ ვიცი როგორ, მაგრამ რუსეთში აშენებდნენ მარიხუანას ტყეებს. ესე იგი, 1 კვადრატი მარიხუანა უდრის 4 კვადრატ ხის ტერიტორიას. 1 კვადრატი მარიხუანა. და ადრე არავინ არ ეწეოდა მარიხუანას. მარიხუანასგან აკეთებდნენ ტანსაცმელს, ქსოვდნენ, რადგან მარიხუანასგან მოქსოვილი ტანსაცმელი იყო სულთა, იყო ბაქტერიალური, არც სტილები ესეოდა ხალხს და არც არანაირი მიკრობები. კანი იყოს, კან სულ ჰქონდათ ვინც ატარებდა ამ მარიხუანისგან შექმნილ ტანსაცმელს წესრიგში. შემდეგ მარიხუანისგან გამოყავდათ საწვავი მახრებისთვის. და კიდე ქახალცაც, ხო, იმას ვამბობ, ქახალც აკეთებდნენ ადრე მარიხუანისგან. და ეს საბჭოთა კავშირის შემდეგ, როდესაც შეიქმნა ხელოვნურად ეს ოკუპირებული ტერიტორიების არა, მაპატიეთ რევოლუციის შემდეგ, როდესაც შექმნეს ამ ოკუპირებული ტერიტორიების რესპუბლიკები და როდესაც კანონის შემოვიდა, რომ ჯარში მოეწვიათ აზიური ყაზახეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, იმ რესპუბლიკების მოსახლეობა, მამაკაცები ჯარში, მაშინ შემოვიდა, მაშინ ეს მარიხუანა როგორც მოსაწევის საშუალება გაავრცელეს მაგათმა. თორემ მანამდე არავინ არ ეწეოდა მარიხუანას. მარიხუანას, ხო, შემდეგ მოგვიანებით, ხო, ადრე წყლის ძრავები იყო და ვინც იყო მცდელობები 60-იან, 70-იან წლებში შეექმნათ წყლის ძრავები, იყო ამის საშუალება მცდელობები, მაგრამ ეს პატენტები, ამ პატენტებს შეისხდიდა ვიღაცა და მე ეს ყველაფერი იმალებოდა. ხალხისგან ამას ყველაფერს მალავდნენ. წყლით, მაგალითად, ხანძრის ჩაქრობა პირიქით ხანძრის გაძლიერებას იწვევს, იმიტომ რომ წყალი შეიცავს ჟანგბადს, ხო? ახლა დაჩინგები, ვინც არის რუსეთში, ბევრი მათგანი იყენებს ამ ტექნოლოგიას და ბევრი შეშაც არ იწვება. გახსოვთ ადრე სოფლებში, ვინც სოფლებში ხართ ნაცხოვრი, კომუნისტების საბჭოთა კავშირის დროს იყო სალარკის პეჩები და წვეთს რო უშვებდნენ, ვინც ხო, ვისაც ჰქონდათ თქვენ სახლებში, ვისაც საკუთარი სახლები ჰქონდათ და ვინც იყენებდა ამ სალარკის პეჩებს, სალარის პეჩებს. იმ და გვარი სისტემა ასე შლანგით
დანთებულ ცეცხლზე აწვეთებენ წყალს და ის შეშა, ორი კაკალი შეშა, რომელიც იგდენა დიდხანს ყოფნის, რომ გაათბოს, ან საჭმელი გააკეთოს. ხო და ასეთი რაღაცები არ უნდა არავის და მე მგონია ახალგაზრდა ბიჭი რომ მოკლეს ვითომ ჩხუბში, რომელიც ერკვეოდა კომპიუტერში, ტექნოლოგიაში საერთოდ ახლა რამდენიმე წლის უკან რომ მოხდა, მე მგონია რაღაც დაკავშირებული ალბათ ასე ტექნოლოგიასთან, აბა ტყუილად უმიზოდოთ მიმოხილს ადამიანს, ხო ვიღაცას არ აწყობდა ეს და ნავთობის საბადოებიც არის საქართველოს ტერიტორიაზე და უნდათ გახსნან, დაიწყონ მოპოვება, მაგრამ ეგ ყველაფერი ჩვენ შვილებს ხო გვინდა დაუტოვონ, მაგათაც მშობელი ზოგს უნდა სახლი დაუტოვოს, ხო, ზოგს პული ქონება რაღაც და როგორ ჩვენ რომ მე არ ვყავ შვილი, მე არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ თქვენ ვინც დაოჯახებულები ხართ, თქვენ შვილებს თუ არა თქვენ შვილებს შვილებამდე მივაგანა ეს თუ განადგურდა ყველაფერი ან თქვენ შვილებს როგორ შეერგება ან რას დაუტოვებთ თქვენ ან როგორ შეერგება ან რა დარჩება თუ დედამიწა განადგურდა როგორი ბუნება გადაეცემა თქვენ შვილებს ამას ჯერ ხმაური ყველაზე ცუდი დაბინძურება ის არის ხმაური ბუნებისთვისაც, ადამიანისთვისაც და წვრილი პლანისთვისაც. პირველ რიგში აზიანებს წვრილ პლანს. ჩვენ წვრილ სხეულებს, ბუნების წვრილ პლანს, ჩვენ რომ ვერ ხედავთ, იმიტომ ბუნება ხო ცოცხალია. ალბათ თავისუფლად შეიძლება მაგნიტური ბალიშებზე მანქანების გამოშვება ან ელექტროკარები, ელექტრომანქანები, ან ბუნებრივ გაზზე, ძრავები, ან წყალზე, მაგალითად, ან ფრინავი მანქანები, ან მაგნიტური ფილები შეიძლება გზაზე დააგო, როგორც ჩინეთში არის, არ ვიცი რომელი რაიონია ჩინეთში, კიდევ ინტერნეტში მოხსნა ნახე სადღაც დააფინეს ეს ფილები, რომლებიც მზის სხივს იჭერენ, აგროვებენ და გადასცემენ შემდეგ მანქანებს. შეიძლება ასეთ რაღაცები გააკეთოს, მაგრამ ვინ იტყვის ვარს შემოსავალს და მაშინ ეს რომ მოხდეს ყველაფერი იმ ხალხის ამ ვინც მართავს, ვინც ფლობელია ამის ყველაფერს, ამ ბიზნესების ნახოს ასაკურია ზარალს. ხო და დედამიწას აქვს თვისება, როგორც გაგიგონიათ, რომ ნემეზიდა, ანუ ნიბირუსაც უწოდებენ 3006 წელიწადში ერთხელ მოფრინავს ჩვენთან სიახლოვეში, რადგან მას აქვს მოგრძო გრძელი ორბიტა და მარტო მაგის გამო კი არა, კიდევ სხვა კომეტების გამო, სხვა პლანეტების გამო ჩვენი დედამიწა მერყეობს ასე. ყოველი 26 წლის და 26 რაღაც კუდით ერთხელ განმავლობაში. ხო და ეს ყევები ხშირად ხდება. ხშირად არა, რაღაც ათასობით წლების შემდეგ. ესე იგი, ყოველი 26,000 რაც ხა იქ ციფრები კიდია დამატებითი წლის შემდეგო. ხო და როდესაც მზე ბუნიანობის პროცესი მოახლოვდება დადგება შემოდგომაზე დეკემბერში თუ დეკემბერს და გაზაფხულზეც არ მახსოვს რომელი რიცხვია მარტშია მგონი ვიცი და ამ დროსაც ყევა ხდება ცოტა. დედამიწის პატარ-პატარა ყევები ხდება
ლურსმანივით იქეთ-აქეთ განაობს. ხო და ეს ნემესი და ეს პლანეტა, ამ ნემეზიდან 3 პლანეტა ყავს კიდე გარშემო და როდესაც გადისო ამ ადგილს, როდესაც კვეთსო დედამიწასთან სიახლოვეს ადგილს, ეს იწვევსო დედამიწის რყევებს. ხო და ეს ჯინდეკოდი ამბობს, რომ ამან გამოიწვიაო ყველა პირამიდების გაჩიშვაო. მაგრამ მე არ ვიცი, მე ხამას ვერ დავამტკიცებ, ამან გამოიწვია თუ არა, მაგრამ ზოგი ავტორები ხო არის, მე კიდე სხვა ვიდეოებსაც უსმენ, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს თუ რა კატაკლიზმები მოხდა დედამიწაზე, როგორ შეხვდა ეს საქართველოსმა და საქართველოს 10 წელია. მაგალითად ვიქტორ მაქსიმენკოს აქვს კარგი ვიდეოები, ძალიან გასაგებად ყვება ვიდეოები შექმნილი, თუ როგორი გავლენა იქონია მე-17 საუკუნის წარღვნამ რუსეთზე, ცალკე ვიდეო აქვს როგორი გავლენა იქონია ჩინეთზე, ცალკე ვიდეო აქვს როგორი გავლენა იქონია ამერიკაზე და ასე შემდეგ, მაგრამ საქართველოზე არაფერი არ ნახსენები, მაგრამ რადგან ჩვენ ცხოვრობთ ჩვენ ჩვენ ტერიტორიაზე, ჩვენ გვაქვს შავი ზღვის რაღაც ნაწილი, გვეკუთვნის უბრალოდ შავი ზღვის ნაწილი, ალბათ რაღაც ზარალი ნახა საქართველომაც. რა თუნდა ამას კითხაობა, თავისთავად გასაგებია ეს, ხო? და ამიტომ ამბობ, მე როდესაც მე ვიძიებ რუსეთზე რაღაცას, რუსეთში ეს კრასნოდარის ხარე, ყირიმის ხარე, უკრაინის ხარე, ეს ყველაფერი ხო რუსეთი იყო ადრე. და აქედან გამომდინარე მე ვცდილობ დასკვნა გავაკეთო შემდეგ თუ